ის რაც თბილისში ყველაზე მეტად მაკლია არის ოჯახური შეკრება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ უქმე დღეებში გადავდოთ ყველა საქმე და აგიდას ოჯახურად შევავუსხდეთ. აი, რა თქმა უნდა, ადრიანად დაიწყებმა ეზო მოაწესრიგეს და მე როგორც ერთადერთ გოგოს დამევალა სადილის მომზადება. მეც შევწვი მწყერი და ახალი კარტოფილი ჩემებური მეთოდით. ყოველთვის ტყემალი მოუხდებოდა ვიფიქრე მე და რა თქმა უნდა ტყემალი კიდევ უფრო გავამდიდრე. გადავწყვიტე ჭარხლის მომზადება ტყემლით. რადგან დრო საერთოდ არ მქონდა იაკამოზის ჭარხალი გამოვიყენე, რომელიც უკვე მოხარშული და ფერმენტირებულია. ბიჭები მეხმარებიან სუფრის გაწყობაში, ჩვენ კი ჭარხალი ჩავდოთ ტყემალში. იაკამოზის ჭარხალი უკვე დაჭრილია ზუსტად ისე როგორც ბებოჭრი და ფიგურული საჭრელით. ჭარხალს დავუმატოთ ტყემალი, ქინძი, ნიორი, მარილი და ჩვენი ჭარხალი ტყემალში მზადდება. ახლა კი ჩემს პატარა მეგობრებზე უნდა გიამბოთ, რომელმაც ჩვენი სუფრა კიდევ უფრო გაამდიდრა. კაპარი, წიწაკა და ნიორი. კაპარი არის სალათებისა და ფუშეტების განუყრელი მეგობარი. ნიორის ხაბრულად ფერმენტირებული. წიწაკა კი ისეთი ცხარია, შეიძლება დაგამუნჯოთ. იაკამოზი არის ბრენდი, რომელსაც ვენდობი მთელი ოჯახით.